მოგესალმებით, მე გახლავთ ირაკლი ალდაშვილი, სამხედრო ანალიტიკური ჟურნალის არსენალის მთავარი რედაქტორი. დღეს ჩემი სტუმრები არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბატონი დავით თევზაძე, გენერალ-ლეიტენანტი და ასევე ბრიგადის გენერალი ამირან საულუქვაძე, სამხედრო საჰაერო ძალების ყოფილი უფროსი. დღევანდელი ჩვენი თემა არის თავდაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, რაც დღეს არსებობს. მინდა პირველი კითხვით გადავიდე ბატონ დავითთან. ბატონ დავით, ჩვენ უკვე 25 წლის განმავლობაში რაც თავდაცვის სამინისტრო არსებობს, მე-18 თავდაცვის მინისტრი ყავს, ხოლო მათში თქვენ იყავით პირველობა დღესაც გაქვთ, ანუ თქვენ ყველაზე ხანგრძლივად გეკავათ ეს პოსტი. დაწყებული 1998 წლის აპრილიდან 2004 წლის 17 თებერვლამდე თუ არ მეშლება, ანუ ყველაზე თითქმის 6 წელი იყავით თავდაცვის მინისტრი. მე მგონი თქვენზე უკეთესად სხვას გაუჭირდება თქვას, როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ დღეს რა პრობლემების წინაშე დგას თავდაცვის სფერო? ხო, ძალიან გულახდილად რო გითხრა. ძალიან რთულია ჩემთვის ამაზე ლაპარაკი. იმიტომ რომ არანაირი წვდომა წლების მანძილზე იმასთან რასთანაც თავდაცვა მუშაობს რეალურად არ მქონია. უბრალოდ რაღაცები როცა ხდება ხოლმე, იქიდან შემიძლია დავასკვნა რა პრობლემები შეიძლება იყოს სამხედრო ძალებში ერთ მხრივ და მეორე მხრივ თავდაცვის სამინისტროში. ანუ ინფორმაცია რაც არის იქიდან მომდინარე. ხო, არა მარტო ისა პრობლემა იმაში რომ ჩაიხურა თავდაცვის სფერო და რამოდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ აი პოლიტიკური კომპონენტის გაჩენამ ჩახურა ეგ სფერო რაღაცნაირად იმის მაგივრად რომ უფრო გაეხსნა. თავდაცვა ისეთი სპეციფიკური სფეროა ზოგადად, რომელიც არც ერთი პარტიის, ასე ვთქვათ, ექსკლუზივი არ შეიძლება გახდეს სახელმწიფოში. იმიტომ არის ხოლმე რომ ზოგადად განვითარებულ დემოკრატიებში თავდაცვის შესახებ არსებობს კონსენსუსი, რაც ხელს უწყობს რეალურად ამ დარგის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებას და განვითარებას. დეპოლიტიზირებული არ არის თავდაცვის სამინისტრო? აი, თქვენ წარმოიდგინეთ განსაკუთრებით წინა ხელმძღვანელობის დროს ეს ცალკე ჩანდა. ცალსახად თავდაცვის რესურსი გამოიყენებოდა ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესისათვის და ყველაზე ასეთი, ვთქვათ, ნათელი, თუ შეიძლება მას ნათელი ეწოდოს, მაგალითი გახდათ საგარეჯოს არჩევნები. ლაკმუსის გავალდივით იყო. ის რომ წინა 9 წელიწადი აბსოლუტურად პოლიტიზირებული იყო სისტემა, ამაზე აღარ გვინდა უკვე ლაპარაკი ჩაიარა იმან. ბოლო წლებზე ვილაპარაკოთ, ხო? ამიტომ ეს რა თქმა უნდა ხელს არ უწყობს ზოგადად ამ სფეროს განვითარებას და მეორე რაც აქედან გამომდინარეა უკვე ეთყობა თვითონ იმ ვითარებას, რომელიც ჯარში ამის შედეგად შეიძლება სუფევდეს. კერძოდ რა, ეს არის განსაკუთრებული თუ გარკვეული პიროვნებების ესეთი დანიშვნები, რომელსაც ეს მარტო თავდაცვაში თუ გენშტაბშიც? იცით რა, გენშტაბი აი ბოლო 12 წელიწადია რეალურად ნიველირებულია, ამოვარდნილია გადაწყვეტილებათა მიღების სისტემიდან, ყოველ შემთხვევაში არაფერზე არ ეტყობა ეს სამხედრო ძალებს, რომ მას გენშტაბი ყავს და გენშტაბი ანუ თავდაცვის მინისტრები მართავენ გენშტაბს? თავდაცვის მინისტრები მართავენ არა მარტო იმას, რასაც უნდა მართავდნენ, არამედ ერევიან. კონსტიტუციით ეს არ შეიძლება. ბუნებრივია, კონსტიტუციით არ შეიძლება და არც კანონმდებლობით არ შეიძლება და საერთოდ ამოვარდნილი ხდება ეს სფერო. გაიხსენეთ ყველა თავდაცვის მინისტრი პირველი რასაც ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ყველაზე მაგარი ჯარისკაცია, მაგალითად ოქროაშვილი ტანკში ჯდებოდა და ეჯიბრებოდა გენშტაბის უფროს, ვინ უფრო სწრაფად გააფუჭა ბუნებრივია, ხო? მაგრამ ეს არის მაინც ის, რაც ზედაპირზე დებს. გარკვეულ უფრო სიღრმისეული ის სიღრმისეულ მომენტებზე შეიძლება ასე ვთქვათ მითითება, ისე რომ ჩვენ არ ვკითხეს, მე ვამბობ, ჩვენ მოსახლეობას და არა მე როგორც ვთქვათ ექსპერტს ან ამირანს როგორც ექსპერტს.
გამოვიდა ერთ დღეს მერჩვენერ დღეს თავდაცვის მინისტრი წარმოადგინა კონცეფცია რომ მთლიანად ჯარი უნდა გადავიდეს საკონტრაქტო სამსახურზე ხო გამოვიდა მეორე მინისტრი და კამერების წინ ხელი მოაწერა დადგენილებას რომ ჯარში გაწევა აღარ მოხდება და აი ესეთი ანუ ეს რას მეუბნება მე ეს პირველ რიგში მეუბნება მე რომ ჩვენი ჯარი როგორც ჩანს ან თავდაცვის სისტემა ვერ ხედავს თავის თავს ამ ქვეყნის დაცვის ასე ვთქვათ სარგებლიანობის კუთხით ვინაიდან ახლა ეს არ არის ახალი კამათი რომელიც ჯარიჯობია გაწევაზე დამყარებული თუ პროფესიული თუ ასე შემდეგ ეს კამათები მოდი ჯერ კიდე მეორე მსოფლიო ომის წინ დეგოლს ჰქონდა არაჩვეულებრივი სტატიები დაწერილი იმაზე როგორ ჯობია პროფესიული ჯარი იმას რაც შეიძლება საფრანგეთს მაშინ ხავდა მაგრამ როცა დადგა მომენტი კლასიკური პროფესიული ჯარის პატრონი ქვეყნები ხო ანუ ეს ის ქვეყნებია რომლებიც ასე გლობალურ სივრცეს უყურებენ როგორც თავისი სამხედრო ძალების პოტენციური გამოყენების შესაძლებელ სივრცეს ეს ქვეყნები იძულებული გახდნენ გადასულიყვნენ სასწრაფოდ გაწევაზე, ანუ მასების მობილიზაციაზე, ხო? ახლა ბუნებრივია, ეს უნდა იცოდე, ეს არის ცოდნის სფერო. და ამ ცოდნას უბრალოდ სტატიის საკითხვით ან რაღაც წიგნის საკითხვით ვერ იცემ. ხო? აი სპეციფიკური ცოდნა, ეს სამხედრო ცოდნა და როდესაც ასეთ რამეს გამოუაგდებ, როგორც რაღაც ნოვაციას და ამ დროს შენს უკან ეს არაფრით არ არის გამყარებული გარდა შენი ვთქვათ პოლიტიკური მოღვაწეობისა ხო რა თქმა უნდა ეს არის ძალიან საფრთხილო საკითხი ამიტომ ძირითადი პრობლემა მაინც მე ასე მგონია რომ თავდაცვის უწყებაში არ არის გამიჯნული რეალურად სამოქალაქო სექტორის ფუნქციები სამხედრო იმის კომპონენტის ფუნქციებისაგან ხდება ჩარევა ამ კომპონენტში და შედეგად გვაქვს ის რაც გვაქვს გაუქმდა გარკვეული სახეობების შეერაღებული ძალებისა ცალსახად აი ეს ერთი ხელის მოსმით და ბოლოს იყო ლაპარაკი რამდენადაც მე ვიცი საკმაოდ სერიოზულ დონეზე რომ სამედიცინო კომპონენტი არ ჭირდება ჩვენ შეერაღებულ ძალებს ვინაიდან საავადმყოფოების სისტემა საკმაოდ გაშლილია საქართველოში ხო ანუ აბსურდამდეა რაღაც მიმართულებებით ეს ყველაფერი მისული და ძირითადი ამიტომ ერთი სიტყვით რო შევაჯამოთ თუ პრობლემებზე მეკითხებით ეს არის არაკომპეტენტური ჩარევა შეერაღებული ძალების ცხოვრებაში ბატონ დავით ბატონ ამირანთან გადავიდეთ კითხვით ბატონ ამირან თქვენ იყავით სამხედრო ძალების სარდალი რამდენი წლის განმავლობაში საკმაოდ რთულ პერიოდში როგორ შეაფასებთ იმას რომ დღეს საქართველოს მიუხედავად იმისა რომ აქვს ზღვაც სამწუხაროდ აღარ გააჩნია აღარც სამხედრო საზღვაო ძალები და არც სამხედრო საჰაერო ძალები როგორც ჯარების სახეობა ამ სახით მადლობა კითხვისთვის თუ შესაძლებელია ორ სიტყვას დავამატებ რაც ეხება დახურვის მიზეზს მე და ბატონ დავითს ბევრი გვისაუბრია დღეს ეთერშიც ვიყავით ერთად მე ვთვლი რომ ზუსტად იმ მიზეზით როცა ჯარის პოლიტიკური ხელმძღვანელობა იწყებს სამხედრო საკითხებში ჩარევას იძულებული ხდება შემდეგ თავისი მეტწილად ხშირად რასაც ჩვენ ვაკვირდებით ნაკლებად კვალიფიციური გადაწყვეტილებები გადაფაროს და დამალოს ასე ვთქვათ. აი როგორც კი მიხვდება პოლიტიკური ელიტა ქვეყნის რომ გამიჯნოს ეს ქაღალდზე კი არა რეალურად და თუ ჯარში რაიმე პრობლემებია ამაზე პასუხი მოთხოვს გენერალურ შტაბს კონკრეტულად მის უფროს აქ საუბარი არ არის დაამდეობიდან გათავისუფლებაზე არამედ ყველამ თავის საკითხებზე აგოს პასუხი ხო და პოლიტიკურმა გუნდმა რა თქმა უნდა მე არ გამოურიცხავ ხოლმე ბატონ დავითი მინისტრი იყო რა თქმა უნდა სამხედრო მინისტრი მაგრამ სხვათა შორის ეს სამოქალაქო მინისტრის აპარატი როგორც მახსოვს თქვენ დროს იყო მომზადებული და აპირებდი და ელოდებოდი ხიდებას სამოქალაქო მინისტრის ერთ-ერთი ამოცანა იყო გაცალოთ ამერან რომ პერიოდში რომელშიც მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი მე უნდა მომემზადებინა სისტემა სამოქალაქო კომპონენტის მისაღებად და მე ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა გახდა მე ვიცოდი რომ ბოლოს სამხედრო თავდაცვის მინისტრი ვიყავ ერთია როცა სამოქალაქო მინისტრად შეიძლება დაინიშნოს ყოფილი სამხედრო და მისთვის შეიძლება იოლი იყოს სამხედროებთან საუბარი და
ასე ვთქვათ, მართვა, უწყების მე არ გულისხმობ შეერაღებული ძალების მართვას და სარდლობების მართვას. უწყების მართვას და გენშტაბთან საუბარს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ის არ უნდა ჩაერიოს გენერალური შტაბის მართვაში, თუ იქ რაიმე პრობლემებია, იქ უნდა მოგვარდეს. საკადრო მოსაგვარებელი, საკადრო მოგვარდეს და ასე შემდეგ. მაგრამ როცა მას ესე იგი ვერათვიცნობიერებენ და იწყება ჩარევა ამ საქმიანობაში, მე გინდა არ გინდა თავისთავად ვცდილობ რომ ეს საკითხი დახურო. ეხლა რაც ეხება ფლოტს და ხო, ერთს დავამატებდი კიდე ამ სამოქალაქო და სამხედროს, ეხლა ჩემ ბოლო ინტერვიუში და ვიხმარეთ ეს სიტყვა, რომ კარგი ტანდემი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოყალიბდეს ministris და გენშტაბის უფროსის, ხო, ანუ ახლა წარმოვიდგინოთ ეს უნდა იყოს ერთი ორგანიზმი, უბრალოდ ამ შუაზე გაყოფილი ადამიანები. გაიხსენებთ, რომელ პერიოდში შევა ყოფილიყო ეს ახლოს ეს ტანდემი იდეალური არ იქნებოდა, მაგრამ მეტნაკლებ ამ 18 თავდაცვის მინისტრის და არანაკლებ ამდენიმე გენშტაბის უფროსი. შენ რომელ პერიოდს ამბობ აქეთ რო 2004 წელს თავიდანვე დაწყებული საინტერესო იქნება, აი რომელი შეება იყოს შედარებით ნორმალური ურთიერთობა. ბატონ დავითს გვერდიდან შევაფასებ როგორც ყოფილი ხელქვეითი. მშვენიერი ტანდემი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ორთავე სამხედრო იყო გენერალი ფირცხალაიშვილი და გენერალი თევზაძე. თუმცა მე როგორც ჟურნალისტ გამიგია, რომ გარკვეული პრობლემები თქვენ შორისაც პრობლემები შეიძლება პრობლემები სადაც არ არის საკითხი არ წყდება. სადაც საკითხი წყდება, პრობლემები არასოდეს. პირადი არ ყოფილა, ხო, შეიძლება იყო რაღაცა საკითხებზე, ხო, მაგაზე. და ეს ასეც უნდა იყოს ჩემი აზრით. ვიცით რა არის, აი ხშირად გონიათ, რომ თუ რაიმე ხედვებში განსხვავება არის, აი მაგალითად ბევრს გონია, აი ეს ასე ფიქრობს და უშვები. ანუ მტერია. ხო, გონიათ, რომ თუ ის ასე ფიქრობს, ანუ საკითხის გადაწყვეტისას უნდა იყოს მჩელობები. აი როცა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, უკვე ყველა მუშაობს იმის აღსრულებას. და ესეთი ცხელი საკითხები ყოველთვის უნდა იყოს. ანუ ეხლა მე უბრალოდ მაგას გაანალიზება უნდა შენს კითხვას ირაკლი, მაგრამ უცებ ეხლა აი ბოლო რაც გამახსენდა, მშვენიერი ტანდემი იყო, რადგან აი მე გეტყვი როგორც სარდალი. იყო საკითხები, რომელიც დაუშვათ მინისტრის გარეშე არ წყდებოდა და იმ საკითხებს წყვეტით მინისტრთან. იყო საკითხები, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ამბობ, ეგ სამოქალაქო ორთავე სამხედრო იყო, თვითონ ფუნქციები ხო გამიჯნული იყო მინისტრის კომპეტენციის საკითხები და იყო გენშტაბის უფროსის საკითხები. უშუალო რაც ეხებოდა გენერალურ შტაბის უფროსს, იმ საკითხებს წყვეტი, რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებით ეხებოდა ყოველდღიურ საქმიანობას, არლობების, ხო, აგერ არის. თქვენ დავითი და კითხეთ, თვეში რამდენჯერ ხვდებოდით ერთმანეთს? ორჯერ, სამჯერ მაქსიმუმ, მეტი საჭიროება არ იყო. დღეს ლამის ხო დღეში 9 ჯერ ხვდებიან ისე რა ქვია, თავდაცვის მინისტრი, საათობით თადგირები ახლა აქვს წინა მინისტრებს მონაყოლი, ეს კატასტროფა არის. სარდლობებს რაც ეხება ну დღეს ახლა არიელ კოენმა განაცხადა ცოტაშორის ჩვენი ეთერის შემდეგ რომ საქართველოს მოუწევს ფლოტის ყოლა. რამდენადაც არიელ კოენი არის ამერიკელი პოლიტოლოგი არის ერთ-ერთი ცენტრის თუ ინსტიტუტის ხელმძღვანელი ცნობილი პიროვნება. მენელს ორი წუთი შეგაწყვეტს მენელს მოусმინოთ ბატონ ამირან და შემდეგ დავუბრუნდეთ ეთერს. ისმენთ გამარჯობა, გესმით ჩემს. დიახ, გესმით. გამარჯობა. მივესალმებით თქვენს სტუმრებს, კითხვა მაქვს, შეიძლება? დიახ. ბატონო დავით, მე მაინტერესებს ახლა რაც ხდება უკრაინაში, ხო ხედავთ თქვენს რომ უკრაინას მიადგა რუსეთი და აჭრის ამ ტერიტორიებს. ჯერ ჩამოაჭრა ყირიმი, იძახოდა რომ ჩემია, რა ვქნა, ჩემი იყო ადრე. ახლა იქ დონბასში იძახის რომ რა ვქნა, მე სეპარატისტებს ვერ ვაკონტროლებ, რა ვქნა, რა ჩემი ბრალია. და იგივე რომ მოიფიქროს ახლა, რა ვიცი, როგორც ხედავთ შერჩა ეს ამბავი. ხო, ახლა ვერავინ ვერაფერს ვერ ეუბნება რეალურად. უბრალოდ ეუბნებიან მე SMS-ით ერთ რიგით ადამიანს, რომ ვოვა, შენ ჭირიმე, შენ გენაცვალე, გაჩერდი, დაწყნადი, დაანები ამ უკრაინას თავი. ცოდუა ეგ ხალხი. მარტივად და გასაგებად რო თქვა. მე ვერაფერს ვერ ეუბნებიან. და მართლა სერიოზულად რო თქვა, ახლა ხვალ რო იგივე მოიფიქროს ვლადიმერ პუტინმა კრემლმა ჩვენს მიმართებაში. ხედავთ ამის საფრთხეს, ან რა ვიცი ახლა იგივე რომ გადაწყვიტოს ახლა საქართველოს ჯერი დადგა. ახლა მაგას ვერ გაუბედავს ჩინეთს, არ ვიცი, ჩინეთს და იაპონიას. ჩვენ გაგვიბედავს და ხედავთ ამის საშიშროებას. მადლობა. მადლობა კითხვის. საშიშროებასაც ხედავ ზოგადად ასე რომ თქვა და შეიძლება რეალიზდეს კი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ, მე ვიცი რომ
პირველ ეტაპზე შევრწყვებით აუცილებლად, თუმცა ხუმრობა იქით იყოს და რეალურად სამხედრო მომზადება არ მიდის იმ მიმართულებით, რომ ტერიტორია და მოსახლეობა იყოს დაცული. სამხედრო მომზადება მთლიანად გადაწყობილია საზღვარგარეთის მისიების მომსახურებაზე. ეს ფუნდამენტალურია. ჩემ დროს დაიწყო ის, როგორც კომპონენტი აუცილებელი იყო და საკმაოდ ბევრი რამე ავიღეთ ჩვენ იქიდან, რომ დავიწყეთ ეგა და დაკარგვით, არაფერი არ დაგვიკარგია, მაგრამ ყველაფერს აქ თავისი ზომა. შეუძლებელია სულ 5 ბრიგადა ყავდეს ტოფის ქვეშ. რამდენად არის არ ვიცი მე და აქედან 1000 კაცი ემსახურებოდეს ერთ მისიას და კიდე რაღაც რაოდენობა მეორე მისიას და სოფლიოში შენ ჩაანაცვლო გნებავთ ამერიკა, გნებავთ თქვათ დიდი ბრიტანეთი და გნებავთ სხვა ვინმე აი ამ თუმცა ბატონ დავით უკაცრავად აი სწორედ ამას რო წერდი და ვაკრიტიკებდი მაშინ ხელისუფლება ამბობდა რომ შენ ვერ ერკვევი ამას იმიტომ ვაკეთებთ რომ ჩვენ უფრო ნატოს დავჩქარდები და მალე შევალთ ეს არის მცდარი მიდგომა და მე მგონი ვატყუებდნენ უფრო ტყუილის იმიტომ რომ ნატო კი არის სამხედრო ბლოკი, მაგრამ ამავე დროს არის სამხედრო პოლიტიკური ბლოკი და ძირითადი კომპონენტი სამხედრო მასში არ არის დღეს ყოველ შემთხვევაში წამყვანი. ეს იყო ცივი ომის დროს, შეიძლება დაბრუნდეს ეს დრო, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი მომსახურება, რომელსაც ჩვენ ვეწევით, ჩვენი ქვეყნის აზიანოთ, როდესაც არაფერი არ კეთდება არც რეალური რეზერვის მოსამზადებლად. რეზერვი ეს მარტო ადამიანების მომზადება არ არის. ნაცვალე ეგ არის საკმაოდ რთული მუშაობა, გასაწევი გნებავ სტრატეგიული მარაგების შესაქმნელად. მე არ ვამბობ ტყვია წამლის მარაგზე, ძალიან პრიმიტიული მიდგომაა. თუნდაც საფნის მარაგზე, ხო? როდესაც ქვეყანა აღმოაჩენს თავის თავს ომში, დაპირისპირებაში, კონფლიქტში, არა? მას ბევრი რამე შეეზღუდება, რასაც გარედან მოიხმარს. ბატონ დავით, მაპატიეთ კიდევ მსმენელია და დიდი ბოდიში. ამიტომ პატივიცეთ ჩვენ მსმენელს, გისმენთ? მოგესალმებით, პატივისცემით ბატონებო. სულ მინდოდა მაინტერესებდა ეს კითხვა და ამასადა მომეცა საშუალება. ბატონ არიანთან უფრო ალბათ. ბატონ არიან თქვენ ავიაციას ხელმძღვანელობით და მაინტერესებს 2008 წელს წითელ სოფელ ქართული ავიაცია ბომბავდა. ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობდა და რამდენად სიმართლე შეესაბამება ეს. მადლობა. დიდი მადლობა კითხვისთვის. რა თქმა უნდა, თქობა ამერან უფრო 2007 წელი იმ რაკეტაზე საუბარ წითელუბანთანო ჩამოვა. წითელუბანს ხო 2006 იყო. არა 7 იყო, ომამდე 1 წლით ადრე ზუსტად. რა თქმა უნდა, შეიძლება ერევა თბილისი-გორის გზიდან სულ რამდენიმე 1-2 კილომეტრი. ამიტომ ომის დროს გამორიცხულია ქართული ავიაციის მხრიდან ჩვენი ან სოფლების ან პოზიციების დაბომბვა, იცით ყველამ რამდენი გაფრენა განახორციელა მთლიანად სამხედრო სახაერო ძალებმა და რაღაც ფაქტები იყო, რომ რაღაც ტექნიკამ, სარაკეტო ტექნიკის პრობლემა გამოჩნდა და ცოტა ადრე მოხდა მის ჩამოვარდა. ბოდიშით ეხლა კიდევ ერთი მსმენელია, ეს კარგია, რომ ამდენი მსმენელები გქონს, გისმენთ? გამარჯობათ. მე სამწკიცმართ ბატონ დავით, მე თქვენთან ესეთი კითხვა მაქვს. აი დღევანდელ დღეს თავდაცვის სამინისტრო რა გამოწვევის წინაშე დგას, როცა ნატოს მინისტერიალმა გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ არანაირად არ ვაპირებთ რუსეთის პროვოცირებას საომარ მოქმედებებთან მიმართებაში. ანუ ისინი აღიარებენ იმ უპირატესობას, რაშიც რუსეთმა ძალიან დიდი თანხები გადაიხადა, მაგალითად თქვენ ეცობა ნახულობთ YouTube-ზე ეს სუპერ წარმატებები რუსეთის მე-6 და მე-5 თაობის სამხედრო ტექნიკასთან მიმართებაში. ასკვევი და ასე შემდეგ და ეგრეც არ არის უკაცრავად, ცოტა რეკლამაა მეტი და პროფესიონალურად ვეუბნები ეს რამდენად ესია და ისინი ამას იზიარებენ თუ არა, იმიტომ რომ მართლაც ზოგიერთი ეძახის რომ დიახაც რუსეთმა ძალიან დიდი თანხები გადაიხადა სამხედრო სპეციალური მომზადებასთან მიმართებაში, ძალიან წინასწარი იყო. ეთქვა გუნია ჩვენ რა გამოწვევების წინაშე დგავართ, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენისთან და პატარა ქვეყანამ. გამიგიტოთ რუსეთმა დაიტრია. დიდი მადლობა კითხვისთვის. ხო, ახლა ის რომ ნატო არაპირებს რუსეთის პროვოცირებას, ეს არ არის სიახლე და
ნატო არ არის ის ბლოკი, რომელიც მიმართულია რომელიმე თუნდაც რუსეთი რო აიღოთ მის ნატო არის ორიენტირებული დასავლური ღირებულებების და დასავლური საზოგადოების უზრუნველყოფაზე იმისგან რომ არ გახადოს ევროპის თეატრი მესამე მსოფლიო ომის თეატრად ხო ბუნებრივია ახლა დღეს რაც ხდება განსაკუთრებით ყირიმის ანექსიის მერე ხო შავ ზღვაზე დაირღვა ბალანსი და ბუნებრივია ნატო ცდილობს აღადგინოს ეს ბალანსი ხო მაგრამ ეს მეორე მხრივ იწვევს შავი ზღვის მილიტარიზაციას და დიდი ხანია შავი ზღვა აი ამ კონტექსტში არ განიხილებოდა ახლა შემდეგი ნაბიჯი უკვე რუსეთის მხარეს არის გადასადგმელი და ისეც ხდება ალბათ. ანუ ჭადრაკის თამაშივითაა ჯერ ერთი ისეც ხდება ახლა ყირიმის ბაზა, აფხაზეთში ბაზა, ოსეთში ბაზა და გიუმრის ბაზა ერთ სისტემაში შეკრას. აი ამ გამოწვევის წინაშე ვდგავართ ჩვენ, იმიტომ რომ აფხაზეთის ბაზა და ოსეთის ბაზა ჩვენს ტერიტორიაზეა, გიუმრი ჩვენს მეზობლად არის და ეს თუ ერთ სისტემაში შეიკრა. ეს იმას ნიშნავს, ხო, ბუნებრივია. ამიტომ აი ამ გამოწვევის წინაშე ვდგავართ, სერიოზულად ვდგავართ იმ გამოწვევის წინაშე, რომ შეიძლება აღმოუჩნდეთ პირისპირ ისევე რუსეთთან. რა უნდა გავაკეთოთ? რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის არსებობს ხელისუფლება და მთავრობა რომელმაც ცოტა სერიოზულად უნდა შეხედოს როგორც თავისი უსაფრთხოების ხედვებს ასევე იმ დიპლომატიას რომელსაც ის აწარმოებს რეალურად ხო ახლა ძალიან რთულია ასე თქმა რა უნდა გავაკეთოთ იმიტომ რომ მე მგონი არც არის სერიოზული მე რო აქედან დავიწყო გადაგება ეს უნდა გავაკეთოთ ფაქტია შეერაღებული ძალები მისაღებია დრო გვაქვს მისახედია დრო ჯერ კიდე გვაქვს სერიოზული დრო გვაქვს ეს დღეს და ხვალ არ მოხდება ასეთი რაღაცები ერთ დღეში არ წყდება ხოლმე სანამ ის დაიწყებს ახლა ჯერ შეიმუშავეს ვინ იქნება წარმოდგენილი რა ძალებით იქნება წარმოდგენილი მე ამის შეფასება მოხდება მოწინააღმდეგე ხარის მხრიდან რამდენად შეიძლება ამას შეზღუდოს თქვა მისი თავისუფლება იმ აკვატორიაში რომელზედაც დღეს თავი გაბატონებული გონია და ეს დრო არის გამოსაყენებელი ამაზეა ლაპარაკი და ამაზე ნუ სამწუხაროდ ახლა თქვენ ებართვით კიდევ ერთ მსმენელს მოусმენოთ მოგესალმებით. მოგესალმებით. იცით, ახლა ეს საუბრობენ რომ აი გერმანიასთან ახლა რა ომი ქონდა რუსეთთან, მაგრამ ახლა კეთილად არიან ერთმანეთში. კი, მაგრამ მაშინ ერთი საუკუნე გავიდა და ახლა რო გიპყრობს აგედა მიწაწყალს გართმევს. ის და ის ახლა შედარება და პარალელები შეიძლება. მე ეს რომ ამბობენ, აი ჩემი იყო, თედა მოსკოვი რომ ამბობ, ჩემი იყო, ის მანამდე ის იყო ყირიმი და ყველამ რომ გამოხადოს პრეტენზია ხომ წარმოგიდგენიათ. აფხაზეთის მისი იყო და სამაჩაბლოს რომ იგიტაცა? გასაგებია. მადლობთ ქალბატონო, გასაგებია თქვენი გულისტკივილი. კი, არა, გულისტკივილიც იყო და ესეა, მაგრამ ნუ იმპერიის აღდგენა უნდა რუსეთს, იმ ჯერ მეფის რუსეთის დროინდ შემე საბჭოთა კავშირის. ირაკლი გეტყვი მე შენ მე ბევრი მაქვს ნაფიქრი ამ თემაზე. აი რაში დაჭირდა კავკასიაში ომი, ვთქვათ რუსეთს, სამხრეთ კავკასიაში ომი და სხვათა შორის როდესაც დაიწყო უკრაინაში ის მოვლენები, რომელიც დაიწყო, იმ თავითვე ჩანდა, რომ რუსეთი რაღაცნაირად ამას აღიქონდა საფრთხეთ საკუთარი ტერიტორიის დეზინტეგრაციისა. გაიხსენეთ რუკა და როგორ არის შეჭრილი უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე. შეჭრილი თქვენ გულისხმობთ, ნუ გეოგრაფიულად. გეოგრაფიულად ხო და საბჭოთა კავშირის დროს მოხდა ამ რუკის დარეგულირება. ფაქტია ახლა საზღვრები რომ გაიხსნა ხო საზღვრებში მოხდა ხო რუსეთმა ეს აღიქვა როგორც საჩანს საფრთხეთ ჩრდილო კავკასიის მოწყვეტის და საკუთარი ყაზახეთის ტერიტორია აქედან უკრაინის და ამიტომ აი ეს ყელი რომელიც არსებობს ვოლგასა და დონში შორის მე ფიქრია მის გადაკეთვაზე ხო და ეს რომ აიცილოს თავიდან თქვენ წაღან ჭადრაკი ახსენეთ ხო მან უნდა გააჩინოს საფრთხის შემცველი ფლანგი მოწინააღმდეგისთვის რომ აი ეს მოძრაობა ამაზე ხელი აღებინოს ასეთი ბუნებრივად გამოიკვეთა ყირიმი ბუნებრივია ის ყირიმს დაიკავებდა ეს ჩანდა იმ თავითვე ხო იმიტომ რომ ყირიმი ახლა მისთვის ასრულებს იმ როლს, რასაც კალინინგრადი ასრულებს ჩრდილოეთში, ხო? ჩაუძირო ავიამსაცმელი. ახლა მაგრამ კალინინგრადთან მას აქ რაღაც კომუნიკაცია საქმელი თუ არ აქვს საზღვაო აქვს. ამიტომ არის ბალტიის ქვეყნები რომ ზარის განგაშს სცემენ.
ხო? რეალურად. ასევე ამ სიტუაციაში ყირიმიც, ხო? ყირიმს რა ჭირდება? ყირიმმა რომ შეძლოს ფუნქციონირება. ანუ რუსულმა დაჯგუფებამ სახმელეთო გზა სჭირდება. ერთი სახმელეთო გზა, ანუ მიწოდება მუდმივი, ან და ბაზა, რომელიც და ჩვენ გავიხსენოთ მეორე მსოფლიო ომის დროს რა წარმოადგენდა სიმძიმის, ასე ვთქვათ, ცენტრს ყირიმს რო გაეწია წინამდებობა. ეს იყო აფხაზეთის საზღვაო შესაძლებლობები, ხო? ამიტომ თქვენ მეწეღან რომ აი ამას რაც გააკეთა, რაც კეთდება ახლა რუმინეთში, ხო? ამის საპირწონე იქნება რუსეთო. აი ეს არის, აი ამ დაგვარად ფიქრობენ ხოლმე ისინი, ვინც სამხედრო სტრატეგიაზე ფიქრობენ. ახლა მე არ ვამბობ რომ ეს კარგია, მაგრამ მე ვამბობ რომ ამის დანა ლოგიკურია საკმაოდ. მოსალოდნელია ეს. ხო და ამიტომ შენ წინასწარი იცი, მით უმეტეს თუ კი იცი რომ რუსული საგარეო პოლიტიკა რეალურად მწიფდება გენერალური შტაბის სიღრმეებში, ხო, რუსეთის. ანუ გარკვეული გეოპოლიტიკური ხედვებით აგებენ ისინი თავიანთ სტრატეგიას და საუკუნეებია უკვე, ხო? შენ შეგიძლია წინასწარ თქვა რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. ეს გაძლევს შენ იმ უპირატესობას, რომ ამ შემდეგი ნაბიჯისთვის მოემზადო. აი ამაზეა ლაპარაკი. და ამისთვის დიპლომატიას გამოიყენებ როგორც იარაღს, საკუთარ სამხედრო შესაძლებლობებს, თუ შეკრავ ისეთ სამხედრო კონფიგურაციას შენს გარშემო, რომელიც ამას შეუძლებელს გახდეს, ეს უკვე არჩევანის გემოვნების პოლიტიკური ხედვების და ვთქვათ ნებისყოფის და იმის თქვენებათვით დაუბრუნდეთ ჩვენ ძირითად თემას. სირაკლი გახავთ ყირიმში კაპიტალური სერიოზული გზა, მაქსიმუმ ალბათ 1 წელიწადში. გორჩებია, რასაც ამბობს ბატონო. ბატონო ამირან დაუბრუნდეთ ჩვენ თემას. ბატონო ამირან, ჩვენ გუშინ ვიყავით იმ შეხვედრაზე არასამთავრობოების, რომელიც ახალმა თავდაცვის მინისტრმა ბატონმა ლევან იზორიამ გამართა. ძალიან საინტერესო საუბარი იყო, გასაგებ მიზეზების ჩვენ რა თქმა უნდა არ ვისაუბრებთ და ვერც ვისაუბრებთ დეტალებზე, მაგრამ იქ წარმოიჭრა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რაც ეხება თავდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების, ეს იყო საკადრო პოლიტიკა და თქვენც იქ თქვენი თქვით, რომ ეგრეთ წოდებული მკვდარი სულები. ცოტა უცნაურად ჩანს, რომ თავდაცვის სფეროში მკვდარი სულები ყავს. რა იგულისხმეთ თქვენ და რა იგულისხმება თავდაცვის მინისტრმა მაშინ? თავდაცვის მინისტრმა რაც იგულისხმა, ეს უფრო მკაფიოდ შემიძლია მე ვთქვა, რადგან გავიგე მისი პოზიცია. ანუ ის ამბობდა გამოთავისუფლებას იმ პერსონალის, რომელიც დღეს იღებს ანაზღაურებას, მაგრამ ფაქტიურად არანაირ ფუნქციებს არ ასრულებს. თუმცა მე გუშინაც კომენტარი გავაკეთე და ალბათ გვექნება შემდგომში შესაძლებლობა რომ თავდაცვის მინისტრთან კიდევ უფრო სიღრმისეულად ვისაუბროთ ამ საკითხებზე. ალბათ კარგი იქნება რომ უფრო თემატური ჯგუფები გააკეთოს და უსვათ სამხედრო დარგის სპეციალისტები ცალკე შეკრიბოს და ასე შემდეგ. იქ უფრო და პლატამცველები ცალკე, პოლიტოლოგები ცალკე, რადგან მეცნიერებით რომ ძალიან ბევრი შეკითხვა დაისვა და უშუალოდ ჩემი რიგი როცა მოვიდა უკვე ნახევარი საზოგადოება სამოქალაქო საზოგადოება აღარ იყო მაგიდასთან და ვინც დარჩა ისინიც გადაღლილები იყვნენ, თვითონ მინისტრად შეხვედრები ჰქონდა და ფაქტიურად ჩვენ სიღრმისეულად ვერ ვისაუბრეთ, ნუ გამოვიდა რომ დაფიქსირდა წინ იქნება, მაგრამ მე დავასრულებ ფაქტს. და რაც ეხება ახლა იქ ნიუანსებს, აი ჩვენ ისე ვუბრუნდებით იქ რომ თავდაცვის მინისტრმა რაც განაცხადა, ეს არ შეიძლება რომ ეს მისგან მოდიოდეს. რა თქმა უნდა, ეს კვალიფიციური იქნება და იქ მოადგილე წავს ყოფილი სამხედრო ლელაჩიკოვანი, რომელიც წლების განმავლობაში მსახურობდა თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე, პლუს ხალხი და გასაგებია რომ სამინისტრო სამოქალაქო ბლოკიც იხედება ამ საკითხებში, მაგრამ ძირითადი საკითხები მაინც მოდის გენერალური შტაბიდან და ეს რაც ჩემთვის რაღაც კითხვებს ტოვებდა, ზუსტად არის ის საკითხები, რომელიც სავარაუდოდ იქედან მოდის. თავდაცვის მინისტრი ახლა სამთვეში არ განსაზღვრავდა რომ მაგალითად, მის სიტყვებს მოვიშველებთ ხოთაზე მექანიკოსი რომელიღაც აიღებს თანამდებობას და ის ტექნიკა არის გაუმართავი. გენერალურმა შტაბმა უნდა დააყენოს ზუსტად ის საკითხები, რომ პირველ რიგში აი ეს ტექნიკა მე მჭირდება თუ არა, თუ არ მჭირდება, თვითონვე უნდა აყენებდეს საკითხს, რომ არც ტექნიკა მჭირდება გაუმართავი და არც საშტატო ერთეული რას ელოდებიან მინისტრის შეცვლას, რომ დაინიშნება ლევან იზორია ან ვინმე სხვა დაინიშნება, რომელიც ამას მოიკითხავს. მე მიტო ვამბობ, ირაკლი ყოველთვის ჩვენ ბევრჯერ გვილაპარაკია, რომ გენერალური შტაბი უნდა იყოს დამოუკიდებელი
იმით კი არა რომ ცალკე სტრუქტურად გამოიყოს თავდაცვის სამინისტროს თავისი ქმედებებით უნდა იყოს დამოუკიდებელი ის არ უნდა იყოს მოსწავლის როლში და თვალში მეტი დამოუკიდებლობა დაგეგმვაში და რა თქმა უნდა დაგეგმა ინიციატივა რომ შენ გეგმავ რას აკეთებ შენი გეგმებით რა თქმა უნდა ვალდებულიც იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით რაც ქვეყანაში არის და შენ პოლიტიკურ სახელმწიფო სტრატეგიას არ გებს შენს საქმიანობას ახლა რუსეთში პირიქით არა დოტანმა დავითმა ბრძანა იქიდან მოდის რაღაც საკითხები და ისინი ვერ გადაეცხვნენ სხვანაირად ხო მაგრამ დანარჩენი დამოცანები ისახება გძელვადიანი და გენერალური შტაბი აი ამ თავის კომპეტენციის და იმ ამოცანების ფარგლებში თვითონ გეგმავს ამას და ის რომ ვიღაც მექანიკოსი ტყუილად იღებს ხელფასს ან სიტყვაზე თუ ტანკის მექანიკოსი და ტანკი გაუმართავია ტანკი უნდა გამართო რომ მექანიკოსი ტყუილად არიჯდეს ხო და საქმე კონდეს მან ან ერთი გააუქმო და ავიაცია სამწუხაროდ ფიქრობს რომ მექანიკოსმა უნდა გამართოს ტანკი ხო და მექანიკოსი ვერ გამართავს ტანკს ახლა იქ ჩვენ არის პრობლემები რომლებზეც ჩვენ ვერ საუბრობთ ღიად მათ შორის სხვათა შორის დაკომპლექტების საკითხებიც არის დახურული თემა აი ჩვენ კი გონია რომ ყველაფერი გახსნილია და ინტერნეტმა გახსნა ყველაფერი და სხვათა შორის შობია რომ ეს გახსნილობა ცოტათი შეუზღუდონ თავდაცვის სამინისტროს ახლა იყო მაგალითად პერიოდი სოციალური ქსელები აკრძალული ჰქონდათ მე წამოვიდა რაღაც დავალებები დალაიქები სხვადასხვა პროექტებზე არ მინდა გავახმოვანო და დაავალეს და მარტო თავდაცვაზე არ არის საუბარი ყველამ შექმნა ეს და ახლა დარჩათ ხო და ახლა რომ თავდაცვის სამინისტროში გამოაცხადო სხვა უცხოებს აღარ საუბრობ რომ გააუქმე Facebook-ი გამოიწვევს რაღაც რეაქციებს. მოკლედ აი დარსულებს რაც ეხება ახლა მე ეს არ ამიღია მე მინისტრ უთხარი ღია და ყველა მოისმინა ინფორმაცია ჭორებიდან ის წინამორბედისგან ვიცი რომ ათასობით პიროვნება არის გაფორმებული თავდაცვის სამინისტროში რომლებიც არიღებენ ძალიან დიდი რიცხვი ხო არა ეთქობა რამდენიმე ათასია მინისტრმა თქვა გუშინ და ყველა დავეთანხმეთ ერთი კაცის რო იყოს კანონდარღვევა მაგრამ მე კიდევ ამბობ მე ქუჩაში არ ამიღია ეს ციფრი და როცა დღეს თავდაცვის მინისტრი მიდის იმ გზით რომ მოახდინოს ოპტიმიზაცია პერსონალის მე ვთხარი ერთ-ერთი ის რომ პირველ რიგში ეს კონტროლის მექანიზმი უნდა იყოს რომ ვინ დადის სამსახურში და ვინ არა და ვინ აფსრულებს თავის შეიძლება ადამიანი დადის სამსახურში დილით მოდის შუაღამეზე მიდის დავალებას თუ არ აძლევს ხო იმან რა გააკეთოს ხო და მეორე მხარე არის დაუსვეს შეკითხვა ესეთი რასაც ქვია მეხსიერების მქონე ხალხი აქ მეხსიერების მქონე ხალხში როგორც ასე ვთქვათ მაღალი თანამდებობის პირები მოიაზრება ასევე იგივე მექანიკოსები ახლა ეს თავის საქმის სპეციალისტია შეიძლება არის მაგალითად ძრავის რომელიღაცა ნაწილის კარგი სპეციალისტი იმას დაკარგავ და მე ის უნდა ეძებო ამიტომ ამას ძალიან ისეთი სერიოზული მიდგომა ისაჭიროება აი ეს არის რაც პერსონალის ოპტიმიზაციას ეხება. ბატონ დავით, თქვენთან მაქვს ასეთი კითხვა. კიდევ ერთი პრობლემა, რაც დღეს თავდაცვაში სფეროშია, ესაა დაფინანსება. თუმცა ის პრობლემა, რაც თქვენ დროს იყო, დაფინანსება თუ არ ვწდები თავდაცვის სამინისტროს, თქვენ რომ ბრძანდებოდი თავდაცვის მინისტრი, იყო 62 მილიონამდე თუ 60 მილიონ ლარამდე, ხო და? და ისიც სეკვესტრი ხდებოდა შემდგომში. დღეს რა თქმა უნდა, საბედნიეროდ ახალი ბიუჯეტი მე მგონი 700 მილიონსაც და ახალი რომელიც უნდა დამტკიცდეს, მაგრამ ესეც საკმარისი არ არის. იმ უარეს ვიტყვი, რაც არც იყო საიდუმლო 60%-ზე მეტი დღეს თავდაცვისა და შერეულ ძალებში მიდის ხელფასზე და სოციალურ იმაზე. 60%-ზე მეტი ბიუჯეტის. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს არ შეიძლება. აი თქვენ დროს მაინტერესებს მართლა საშინება იყო დაფინანსებასთან როგორ ცდილობდით გამოსულიყავით მდგომარეობიდან? პირველ რიგში არ არსებობს ბიუჯეტს როცა ეხები, ხო? არსებობს პროპორციები, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაარღვიო. პრობლემიდან გამოსავალი იყო ერთადერთი და შევთავაზებენ უშუალობის საბჭოსაც, პარლამენტსაც მათ შორის, თუნდაც პროგრამული ბიუჯეტი. ანუ არის რაღაც პროგრამები, როდესაც ჩვენ თეთრ წინგს აქვეყნებდი მაგალითად აი ჩვენ დროს გამოვიდა სადაც ჩვენი განზრახულობები იყო, ხო? ამ განზრახულობების უკან იყო ხოლმე გეგმა, როდის არის ეს მიღწევადი. ხო, როდის შეიძლება მიღწევა და ამის ქვეშ იდებოდა მეორე პროგრამები. და იყო
ცალკე პროგრამები თქვა ავიაციისთვის, ცალკე артиллერიო საშუალებებისთვის, სახმელეთო ძალებისთვის, იქ ასევე ხდებოდა კვალიფიკაციის შეცვლა ზოგადი მოტომსროლელი ადამიანებს ენაცვლებოდა უნივერსალური ჯარისკაცის ტიპის ადამიანები, აი კომანდოების რასაც შეძახით ჩვენ, ხო? ეს იყო ყველა პროგრამები. ამ პროგრამებს სჭირდებოდა გარკვეული თანხაფულის. ამიტომ უშიშროების საბჭოზე მე რო წარვადგინე ეს პროგრამა, 6 პროგრამა იყო, რომელიც ჩვენ დამუშავებაში გქონდა, მე შევთავაზე, რომ ვინაიდან სახელმწიფოს არ აქვს საშუალება აი ეს სრულად დააკმაყოფილოს და ლაპარაკი მაშინ იყო 150 მილიონზე. ამიტომ აგერ არის უშიშროების საბჭო, აგერ არის უმაღლესი მთავარსარდალი და თქვენ მითხარით, რომელ პროგრამას არ ვახორციელებთ წელს. ანუ ვინ არჩუნებთ ერთ დონეზე და წინ არ მიგვაქვს. შემდა სამწუხაროდ ვერავინ იქ ვინც იჯდა, მათ შორის ვერც მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ვერავინ ვერ გაიგო რაზე ვლაპარაკობდი. და შესაბამისად გავიდა მესამედი პრაქტიკულად მე პირდაპირ ვკითხე უმაღლეს მთავარსარდალს, რომ აი რაზე ავიღო ხელი, რას არ ვაფინანსებთ. მით უმეტეს ეს ყველაფერი იჯდა უკვე იმ მოთხოვნებში, რომელსაც ჩვენ მათ პასუხისგებლობის აღება არ უნდათ თავის თავზე. რეალურად პასუხისგებლობის აღება არ უნდათ თავის თავზე. ვერ ერკვეოდნენ. ორივე ერთად იყო, იცით? ახლა რო ეთქვა იმას ავიაცია გააჩერე, ვთქვა და საარტილერიო წინ წავწიოთ, ხო? მაშინ ის გამოვიდო და ადამიანი, რომელიც ავიაციას ანადგურებდა რეალურად, ხო? ნუ ასე და რეალობაში გამოვიდა და ამიტომ ძალიან გვიჭირდა, მაგრამ არასოდეს არის პროპორცია 30%-ზე მეტი ეს სახელმწიფო უზრუნველყოფა, ეს მილიონები ეს არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ჯარი ეს არ არის. ჯარი არ არის ხელფასი. ჯარი არის საკმაოდ რთული მეურნეობაა ჯარი და პირველ რიგში სტრატეგიული მნიშვნელობა სწორედ მეურნეობას გააჩნია. მეურნეობაში მე ვგულისხმობ სარემონტო საშუალებები, მარაგნაწილები, მათი ექსპლუატაცია არსებული ტექნიკის, იმიტომ რომ ამან ყველაფერმა უნდა იმუშაოს ჯარისკაცთან ერთად. და ამათი შერწყმა სწორედ სწავლებების დროს ხდება ცოცხალი კომპონენტის და მისი მატერიალური საშუალებების, ხო? ამიტომ მუდმივად ველზე უნდა გყავდეს, ხო? მაგრამ გარკვეულ პერიოდებში ამას სჭირდება, ესე იგი, სარეგლამენტო დათვალიერება, ვთქვათ, მცირე რემონტი და ასე შემდეგ და რაზეა და ხო, ამიტომ და მე არ ვიცი, მეგობრების დახმარებით, მეგობრები მე საზღვარგარეთელი პარტნიორები ვყავს, განსაკუთრებით თურქები მინდა მოიხსენიო ამ თემაში, იმიტომ რომ ისინი ძალიან აქცევდნენ ამას ყურადღებას. პირადი ურთიერთობები მუშაობდა. არა მარტო პირადი ურთიერთობები, მე გეტყვით ერთ-ერთ გენშტაბის უფროსთან თურქეთში მე მქონდა დაახლოებით რამდენიმე საათიანი შეხვედრა ერთ-ერთზე, სადაც აი როგორც უბრალოდ მეგობრებმა ვილაპარაკეთ პრობლემებზე, ღიად ვილაპარაკეთ, იმან იცოდა ჩვენი პრობლემები და საკმაოდ მსხვილი მატერიალური დახმარება მივიღეთ იმ წლებში. უბრალოდ ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ მატერიალური დახმარების შესახებ არავის არ უნდა ცოდნო და რომ არ გამოეწვია ამას მესამე მხარის გავიზიანება. ხო, იყო ესეთი და მე დღეს ახლა ამდენი წელი გავიდა დღესაც ასეთი ვარაუდით შემეძლია ამ თემაზე ლაპარაკი. ასევე ჩვენ გქონდა ძალიან კარგი ფორმატი ურთიერთობისა ეგრეთ წოდებული გუამის ქვეყნებს შორის, როდესაც თავიდან ეს არ იყო ჩაფიქრებული როგორც სამხედრო ურთიერთობების სივრცე, მაგრამ ვინაიდან ეკონომიკური ურთიერთობების სივრცე იყო, საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების სივრცე იყო, ჩვენ კი თავდაცვის მინისტრებმა გადავწყვიტეთ, რომ ამით ხელი არავის არ შეეშლება და რეგულარულად წელიწადში ორჯერ ხვდებოდით ერთმანეთს ჩვენი დაზვერვის სამსახურები. რეგულარულად წელიწადში ორჯერ ხვდებოდნენ ერთმანეთს და სწავლებებსაც ვატარებდით. მეტი ჩვენ შევქმნით სივრცე, რომელიც იძლეოდა შესაძლებლობას გუამის სამშვიდობო ბატალიონის რეალიზაციისა, უკვე შტაბი და ის ოდესა იყო შერჩეული ამისთვის. ერთი ასეული დღესაც აქტუალურია საკითხი. ერთი ასეული აზერბაიჯანის იყო, ერთ ასეულს უზრუნველყოფდა უკრაინა და ვთქვათ იგივე კოსოვოში თუ მისია სადაც გვექნებოდა როგორც საქართველოს ესე კი არ წავიდოდით, არამედ როგორც გუამის ამის პრეცედენტი არსებობდა ის
ბალტნეტის ბალტნეტი თუ რაღაც ხო მაგათ შექმნეს და ეს საკმაოდ ვითარდებოდა და ამიტომ ეს გვაძლევდა ჩვენ საშუალებას თქვათ იქ საწვავი გვიჭირდა იქ რაღაცა გვიჭირდა ამას ვაგვარებდით მაგრამ ეს არ არის ნორმალური და ჩემზე კარგად არავინ არ იცის ეს რო არ არის ნორმალური ისევე როგორც ჩემზე კარგად არავინ არ იცის რომ ჯარისკაცი ჭირდება გარდა კარგი კვებისა კარგი საპონი რო დაიბანოს და კარგი ჰიგიენური საშუალებები და სითბოღაზა მაშინ ხო და ძირითადად როდესაც ჩვენ ურთიერთობები გქონდა ახლა ჩინეთი შემოვიყვანეთ ურთიერთობაში და არის თქვენ შეიძლება არ გახსოვთ მე მახსოვს ჩინური ავტომობილები არა მარტო ავტომობილები პირველ რიგში რაც ჩვენ მათ მოვთხოვეთ ეს იყო ეგრეთ წოდებული постельные принадлежности, зецари, сабани, балиши, начери. რეალურად ჩვენ შევძელით ის რომ თქვენ თუ გახსოვთ როგორ ჩატარდა პრეზიდენტ სააკაშვილის ინაუგურაციის პარადი 2004 წელს ხო? დიახ, იანვარში. იქ ის ჯარი იყო რომელსაც არც საშუალებები ჰქონდა არც ისა თქვენ გახსოვთ იმავე წლის 26 მაისის პარადი სავეცო კომპონენტი გაიხსნა ეს სწორედ ის ჯარი იყო რომელიც ჯერ არ იყო ასე ვთქვათ გაფუჭებული იმით რაც მას მერე მოუვიდა და მაშინ სხვათა შორის არ იყო ის ცუდი გადაწყვეტილება რომ მინისტრად დაინიშნა ბეჟუაშვილი ადამიანი რომელიც მანამდე სისტემაში ჩამოყალიბდა როგორც მოადგილე გზამდებოდა საკმაოდ დიდხანს კი მე ორი მოადგილე მყავდა რეალურად ორი მოადგილე მყავდა და ერთი გენშტაბის უფროსი რომელიც აი მოადგილედ არ ითვლებოდა ხო და ის როცა ახორციელებდა ჯარების მართვას როგორც ესეთი ის იყო მე ვიყავი მთავარსარდალი გასაგები მიზეზების გამო და ის იყო სწორედ ის რაც ის უნდა ყოფილიყო და გენერალური შტაბი ჩვენ იმ დონეზეც გავედით რომ არ ერეოდა სახმელეთო ჯარების შტაბს მის ქვემდებარე ნაწილების მართვაში ანუ თუ არ მიეცი ადამიანს საშუალება ინიციატივა გამოიჩინოს და ადგილზე სწორი გადაწყვეტილება მიიღოს ხო და ვერსად ვერ წახვა ასეთი ცენტრალიზაცია დღეს რო არის ჩვენს სამოქალაქო თავდაცვის უწყებაში ხო როდესაც ბოლო ჯარისკაცამდე მინისტრი აკონტროლებს გადავა ასეულიდან ასეულში თუ არა ხო საბჭოთა კავშირის ჯარში არ ყოფილა საბჭოთა კავშირის ჯარში არ ყოფილა იყო წოდებები რომელზეც პირველ წოდებას ანიჭებდა მინისტრი და მე ანუ სხვადასხვა დონის მეთაურებს ინიციატივის საშუალება მე არ მახსოვს ან თავდაცვის მინისტრს ან გენერალური შტაბის უფროსს შემთხვევით ეთქვას რომ ან ეს თანამდებობის პირი არ დანიშნო ან პირიქით დანიშნო ეგეთი რამე არ ყოფილა ცოტა დრო დაგვრჩა ბატონებო ერთ თემას მინდა კიდევ შევეხო ვეტერანების თემა ეს საკმაოდ მტკივნეული თემა როგორ მიგაჩნია დღეს არის დაფასებული ვეტერანი თუ არა დაფასებული არის თუ არა ეს ეთყობა იმ კომპენსაციას რომელსაც ის ომში მონაწილეობისთვის იღებს თქვათ 22 ლარი როდის შემოიღდა ეს 22 ლარი თუმცა ჩვენ აღარ ვიღებთ ვინც ხელფასზე ეს კიდე ცალკე თემა ანუ ჩვენი ვეტერანი არის ყველაზე დაჩაგრული ვეტერანი მსოფლიო ვეტერანებს შორის პირდაპირ გეტყვით ამას, იმიტომ რომ არც ერთ ვეტერანს არ ეზღუდება არც პენსია თუ ეკუთვნის, არც კომპენსაცია თუ ეკუთვნის და დამატებითი შემოსავალი თუ ეკუთვნის. არ იბეგრება მით უმეტეს ეგა. ერაშია საქმე. არასდროს არ იბეგრება ეგა. თუ კიდე რო გავიდა შეერაღებული ძალებიდან და სადმე მსახურობს, ის იბეგრება როგორც ხელფასი და ეს რჩება მას. ეს ასე ეკუთვნის მას, მაგრამ 22 ლარზე მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ბევრი კილიკობს ამ 22 ლარზე. 22 ლარი როცა დაუნიშნეს კომპენსაციად ნაუმარს ადამიანს, იმისათვის რომ ის ომში იყო, ხო? ეს ბუნებრივი კომპენსაცია ხო? მაშინ პენსია რამდენი იყო? თუ გახსოვთ თქვენ? 8-დან 14 ლარამდე იყო პენსია. ანუ მაშინ სახელმწიფოს რისი შესაძლებლობა ჰქონდა ორჯერ მეტ სიმაღლეზე დააყენა ვეტერანი. რეალურად და ჩვენ დღეს რა სურათი გვაქვს? პენსია გავიდა 180 ლარზე, არ არის საკმარისი ვიცი, ღმერთმა მეტი მიცეს სხვას, ხო? მეტი მიცეს, მაგრამ პროპორციულად ვეტერანისთვის არ დარჩა და ეს 22 ლარი დარჩა წყევლასავით. მეტიც ყველა ვეტერანი, ანუ ნაომარი ვეტერანები მოგყავს მხედველობაში, ამ კომპენსაციას ვერ იღებენ და არა მარტო იმ მიზეზით, რომ მსახურობენ. ეს ერთი მომენტი. არის შეერაღებული ძალების ვეტერანები. ამდენი ვეტერანი საიდან საქართველოში? მამაწყონებულო, ამდენი სამხედრო კონფლიქტი იყო.
ადამიანები დახეიბრდნენ იქა დაზარალდნენ, ხო? ესენი წავიდნენ, იძულებული გახდნენ წასულიყვნენ შეიარაღებული ძალებიდან. კანონში არის მუხლი, რომელიც ომში საბრძოლო მოქმედებაში დაზარალებულ ადამიანს თუ კი ის იძულებულია სამხედრო იმიდან გავიდეს, ხო? ეთვლება 25 წელი ნამსახურეობა რეალურად. კანონი ამას გულისხმობს. ამ ადამიანებს არ ყველას პენსიის გარეშე უშვებენ. ამიტომ ვეტერანი რეალურად არის ნიველირებული ქვეყანაში და ეს არ არის მარტო ხნიერი ხალხი. ეს არის საკმაოდ ახალგაზრდა ხალხი 2008 წელში რო იყო თქვა საბრძოლო ასაკის და მიიღო მონაწილეობა, დღეს ის ვეტერანია, მაგრამ ის არ არის 60 წელზე მეტი ხნის. თუმცა ვეტერანია, თუმცა დაზარალებულია, თუმცა ის იწერგება, ის ეკუთვნის, ის ეკუთვნის. ვეტერანთა სულ ორი კატეგორია ჩაიბარა საქართველოს საბჭოთა კავშირიდან, 3. აფხაზეთის ვეტერანები, ომის ვეტერანები, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები აფხაზეთის წამომწ და ჩერნობილის და ავღანეთის, ხო? ახლა დათვალეთ ჩვენ რამდენი დავამატეთ ამას. დღესაც ვსახურობთ ავღანეთში, დღეს აფრიკაში ვსახურობთ ჩვენ. შეიარაღებული ძალებიდან ტოვებს ადამიანები და ასე შემდეგ. ამიტომ ეს პრობლემა ძალიან შორს აღიყვანს. მე მგონი აქ არ უნდა გეკითხო. არა, კარგია რომ თქვენ ასე თქვით. მე ჩვენს მსმენელს შევახსენებ, რომ დღეს ეთერში ვიყავით მე ირაკლი ალდაშვილი, სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ არსენალს მთავარი რედაქტორი და ჩემი სტუმრები იყვნენ ბატონი დავით თევზაძე, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ასევე ბატონი ამირან სალუქვაძე, სამხედრო-სახარო ძალების ყოფილი სარდალი.